საღამო მშვიდობის დღეს 27 დეკემბერია, პარასკევი ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა. საუბრები გაუქმებულ ჯავშნებზე და ახალი წლის მომლოდინე მასპინძლობის სექტორი. სახალხოდ სამზადისი გვაქვს, ველოდებით უამრავ სტუმარს. სად იგრძნობა ყველაზე ნაკლებად ქვეყანაში შექმნილი ვითარების ნეგატიური გავლენა? მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის, არ გვაქვს უკვე ახალი წლის დღეებისთვის თავისუფალი აპარტამენტები. როგორია აქტივობა წინა წელთან შედარებით? გასულ წელთან შედარებით სიტუაცია ბევრად უფრო უკეთესია. მაღალია რა თქმა უნდა წელს აქტივობა. მოიმატა ისევ ჯავშნებმა. და რას ეფუძნება სასტუმროების მფლობელთა ნაწილის ოპტიმიზმი? პირველ რიგში აუცილებლად მშვიდობა უნდა იყოს. არის გაუქმებები, მაგრამ ჯავშნებიც გვაქვს. მზადება ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და მოლოდინები პოლიტიკური კრიზისის ფონზე. რა ტენდენციებზე საუბრობენ ასოციაციები და კვლევითი ორგანიზაციები? როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები ტურიზმის სექტორში ასოციაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მიმდინარე მდგომარეობაზე. ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენებისა და უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად ზამთრის კურორტებზე ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან. მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივად მუშაობენ, აცხადებენ, რომ 31 დეკემბერს მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, თუმცა კურორტებზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დამსვენებლებმა შობა ახალი წელი საინტერესოდ და შთამბეჭდავად გაატარონ. რაც შეეხება მიმდინარე საკურორტო სეზონზე კრიზისის გავლენის შესახებ დასმულ შეკითხვას, მასზე არაერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ. იმ კურორტებზე, სადაც ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან, აცხადებენ, რომ კრიზისის აქტივობაზე გავლენა თითქმის არ მოუხდენია. ხოლო იმ კურორტებზე, რომლებსაც მეტწილად უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ, გვითხრეს, რომ საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდგომ გარკვეულ პერიოდში ჯავშნები უქმდებოდა, მაგრამ ახალი წლის მოახლოებისთანავე ტენდენცია პოზიტიურისკენ შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კრიზისის გავლენაზე ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ძირითადად სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მფლობელები საუბრობდნენ. მსხვილი და ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლებმა კი ერთი გამონაკლისის გარდა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. აქვე ხაზი უნდა გაუსვათ იმასაც, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ვიზიტორთა მაღალ აქტივობაზე შობა ახალი წლის დღეებში საუბრობს. შემდგომი პერიოდისთვის კი პროგნოზის გაკეთება უჭირს. მოკლედ, როგორი შეიძლება იყოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ნეგატიური გავლენა ზამთრის საკურორტო სეზონზე და რას ამბობს ბიზნეს სექტორში ამ თემაზე ჩატარებული კვლევა ტურიზმის შესახებ. დღეს ეს იქნება ჩვენი სასაუბრო თემა. სტუმრები კი იქნებიან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი და საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი ლარისა პატარაია. გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ საქართველოს ზამთრის კურორტებზე ჩაწერილ კომენტარებს და უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის სფეროდან. მაშასე დავიწყოთ და თავდაპირველად გავეცნოთ საერთაშორისო მოგზაურობის ტენდენციებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობა გაიზარდა 2.5% და მიაღწია 2.8 მილიონს, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ასევე 2.5% და მიაღწია 2.4 მილიონს. რაც შეეხება წარმომავლობას, ვიზიტორთა 25%-მდე იყო რუსეთის, 17%-ზე მეტი თურქეთის, 13%-ზე მეტი სომხეთის, ხოლო დანარჩენი 45% სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა უმრავლესობა 60%-მდე ქვეყანაში ჩამოვიდა დასვენება გართობა რეკრეაციის მიზნით, რაც შეეხება სხვა მონაცემებს 19% ჩამოვიდა მეგობრების ნათესავების მოსანახულებლად, 13% სხვა ქვეყანაში ტრანზიტისთვის, 4%-მდე პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, 3% საყიდლებზე, ხოლო 2%-მდე სხვა მიზნით. მონაცემები მონახულებული რეგიონების მიხედვით, ამ შემთხვევაში მესამე კვარტლის მიხედვით ლიდერობს აჭარა, კერძოდ ზღვისპირა კურორტზე მოდის უცხოელ ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების 32%, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტების 31%-მდე მოდის თბილისზე, 10% მცხეთა-მთიანეთზე, 6% სამცხე-ჯავახეთზე, 6%-მდე იმერეთზე, 5%-მდე ქვემო ქართლზე, 4% კახეთზე და დანარჩენი 6.4% სხვა რეგიონებზე.
მონაცემები კმაყოფილების დონის შესახებ ამ შემთხვევაში მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა ნახევარზე მეტი 55%-მდე აღნიშნავდა, რომ იყო ძალიან კმაყოფილი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტორთა 40%-მდე იყო კმაყოფილი, 5%-მდე არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, 0.7% უკმაყოფილო, ხოლო 0.4% ძალიან უკმაყოფილო. და ბოლოს მონაცემები ხარჯების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხოელ ვიზიტორთა მიერ საქართველოში გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ გადააჭარბა 5.7 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება განაწილებას, კატეგორიების მიხედვით ხარჯების 38% მოდიოდა განთავსებაზე, 25%-მდე საკვებსა და სასმელზე, 22%-მდე საყიდლებზე, 7.5% ადგილობრივ ტრანსპორტზე, 6.6% გასართობ გამაჯანსაღებელ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ხოლო 1.1% სხვა ხარჯებზე. ასეთია მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემები უცხოელ ვიზიტორთა აქტივობის შესახებ. გადაცემის მეორე ბლოკში გაგაცნობთ იგივე პერიოდში გამყვან ტურიზმში დაფიქსირებულ ტენდენციებს. მანამდე კი კომენტარები და სტუმარი კურორტ გოდერძიზე მომზადებული ვიდეო მასალის დასრულებისთანავე პირდაპირ ეთერში ნინო კეკელიძესთან ერთად დაუბრუნდებით. აქტიურობა რა თქმა უნდა არის, ეს პერიოდი მით უმეტეს ძალიან ლამაზია გოდერძზე და მიახლოებით სასტუმროს 30-40% ამ დროსაც დატვირთვით მუშაობს, ჯავშნები რა თქმა უნდა გვაქვს, ყოველდღე უფრო და უფრო ბევრ სტუმარს ველოდებით. ახალ წელს 100%-ით დატვირთულია სასტუმრო, რა თქმა უნდა, ეს ცხელი დღეებია გოდერძზე და ყოველ წელს ესე ხდება ხოლმე. გასულ წელთან შედარებით სიტუაცია ბევრად უფრო უკეთესია, ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნა ბევრად უფრო გაიზარდა. წინა წელთან შედარებით ამ სეზონზე უფრო მოლოდინიც გვაქვს იმისი, რომ არა მარტო ახალ წელს, არამედ სხვა თვეებშიც იქნება ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე წინა წლებში იყო. წელს საკმაოდ ადრიანად დაგვიზამთ და საკმაოდ კაცრი ზამთარი გვაქვს, იმედი მაქვს ყველაფერს გავუმკლავდებით და მშვიდობიანი და ლამაზი გაზაფხული გვექნება. რაც შეეხება ჩვენ სასტუმროს, სასტუმრო მუშაობს. ზაფხულში განსაკუთრებით უფრო მეტად ყავდა ტურისტული ჯგუფები ისევ საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან მაღალმთიანი რაიონით, დადიან არის ტურისტული ბილიკები, სხალთაში გადადიან თაგოს საბაგირო გზით, მაგრამ წელს რაღაცა საბაგირო შეფერხება ქონდა. განსაკუთრებით ინტერესს კიდე ხიხანის ხეობა იწვევს მათში. სტუმრები უფრო მეტად ადგილობრივები იყვნენ, მაგრამ არიან უცხოელები ფინეთიდან მყავდა, გერმანიიდან მყავდა, მაგრამ ადრე რომ იყო ისეთი ვითარება აღარ არის. ამას მე ახლა საერთაშორისო ვითარებასაც ვკავშირებ, მაგალითად ომია უკრაინაში, აქეთ ისრაელშიც როგორი ვითარება არის, რაღაცა ძალიან მე მგონი არ ვიცი, შემცირებულია უცხოელი ტურისტების ჩამოსვლა, ჩემი აზრით ძალიან შემცირებულია. პოლიტიკას რა თქმა უნდა, ახლა თუნდაც ჩვენ ქვეყანაშიც რა ვიცი, გარკვეულწილად ეს ახდენს გავლენას რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ ყველაფერი ჩაწყდება, ქართველი ხალხი კიდე შევკავშირდებით, ერთმანეთი გვეყვარება, ერთად ვიქნებით ერთმანეთის გვერდით და კიდევ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. Დაახლოებით ჩვენ შეკითხვებს ტურიზმის სექტორში ბოლო დროს დაფიქსირებული ტენდენციებისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ზამთრის ტურისტულ სეზონზე შესაძლო ნეგატიური გავლენის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ტურისტული კომპანია Discover Georgia's დამფუძნებელი და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი პროფესორი ნინო კეკელიძე უპასუხებს. საღამომშვიდობის ნინო, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთული პერიოდია ტურიზმისთვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ გარკვეულწილად რომ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება ზამთრის კურორტებზე, მაგალითად ეს სირთულე და ესე ვთქვათ დანაკლისი ნაკლებად იგრძნობოდა. თუმცა ჩვენ შესავალ ტექსტშიც აღნიშნეთ, რომ იყო საუბარი ჯავშნების გაუქმებაზე და ესე ვთქვათ რესპონდენტებს უჭირთ იმის პროგნოზირება რა იქნება ახალი წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც არ არის მაღალი აქტივობის პერიოდი. თქვენი დაკვირვებით როგორია მდგომარეობა, როგორი ზამთრის ტურისტული სეზონი გვექნება წელს საქართველოში იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო ხდება?
მოგესალმებით ფირუზ, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს ზვირფას ტელემაყურებელს, განსაკუთრებით ზიანი აჭარის რეგიონს თბილისიდან. ძალიან დიდი მადლობა კვლავ სტუმარ-მასპინძლობის და ტურიზმის სფეროს გაჟღერებისთვის, რადგან აღნიშნული დარგი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებას და დაგეთანხმებით იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის პროცესის მიმართულებით, რასაც თქვენ აღნიშნავთ, თუმცა სტატისტიკა, რომელზეც ისაუბრეთ, აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წარმოადგენდა თქვენი, ესე ვთქვათ, განმარტებით მესამე კვარტლის ციფრებს, სტატისტიკურ მონაცემებს და მნიშვნელოვანი არის, რომ მეოთხე კვარტლის ციფრები, რომელიც 10 დაიდება სამომავლოდ, იქნება ნამდვილად რადიკალურად განსხვავებული იმ შთამბეჭდავი ციფრებისგან, რაც ჰქონდა შარშანდელ წელთან შედარებით. სამწუხაროდ, ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვლილ წლებთან, განვლილი დეკემბრის ჩემი ჩართვები სატელევიზიო მიმართულებით გახლდათ წინა წლის მთლიანი მიმოხილვითი ნაწილი, რომელსაც ეთმობოდა მეტწილად პირობითად ზამთრის ტურისტული სეზონის ტენდენციებთან დაკავშირებით გათოვლიანების თემატიკა, განვიხილავდით ხარისხის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების, სამომავლო ტენდენციების საკითხებს და დღევანდელი ჩვენი ჩართვა იქნება უფრო მეტად მწვავე იმ ფონიდან გამომდინარე, იმ სტატისტიკური ციფრებიდან გამომდინარე, რომელსაც პულსირებს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის კერძო სექტორი. რა ხდება ჩვენთან, როგორი ციფრები არის წარმოდგენილი? ეს ალბათ უფრო მეტად საინტერესო იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის, კონკრეტულად ტურისტული კომპანიების სასტუმროების მიმართულებით. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ჩატარდა კვლევა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მხრიდან, ასევე საქართველოს ტურიზმის ალიანსის მხრიდან და ციფრები, რომელსაც მიუთითებს მაჩვენებლები, რომელსაც საუბრობს ახლახანს ჩატარებული კვლევა, არის ის, რომ საერთო ზარალი უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში შეადგენს 5 მილიონ ლარზე მეტ მოცულობას, რომელიც მიადგა ტურიზმის და მასპინძლობის კერძო სექტორს. აღნიშნული ზარალი გამოწვეული გახლდათ არსებული ჯავშნების გაუქმებით, ასევე მიმდინარე გაყიდვების შემცირებით, რომელიც 53%-დან 100%-მდე კომპანიებში მოხდა გაუქმება, ნაადრევი ჯავშნების, ასევე მიმდინარე ჯავშნების და ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ვიცით თუ რომელი პირდაპირი და ირიბი ზეგავლენის შედეგი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ყოველი დღე, ყოველი წუთი, რათა ის სტატისტიკა, რომელსაც დავდებ მომავალი თვეების შემდგომ ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით იყოს არათუ მინუსში გადასული განვლილ წლებთან შედარებით, არამედ დაიდოს დადებითი ტენდენციები, დაიდოს განვითარებაზე ორიენტირებული ციფრები, ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტების ზრდადი დინამიკა და რასაკვირველია, ჩვენ კვლავ შევძლოთ ხარისხზე საუბარი, კვლავ შევძლოთ არსებული ნიშნულის არათუ შენარჩუნებაზე, არამედ განვითარებაზე და წინსვლაზე, მომავალ გეგმებზე საუბარი. ნინო, დაგასრულებინებთ აუცილებლად, უბრალოდ მინდა ერთი დამატებითი კითხვა დაგისვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ გაგვიჭირდა ინტერვიუების და კომენტარების ჩაწერა ბრენდულ სასტუმროებში და მსხვილ სასტუმროებში. მათ არის სურვილი პირდაპირ რომ თქვათ ჩვენთან საუბარი და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. თქვენ როგორც ასოციაციას აი ამის გათვალისწინებით თუ გაქვთ რაიმე მონაცემები, რომელიც ზამთრის კურორტებზე არსებული მსხვილი და ბრენდული სასტუმროების, ესე ვთქვათ, დაჯავშნის შესახებ ან დაკავების შესახებ რაიმე, ესე ვთქვათ, ხელშესახებ მონაცემებს და ტენდენციებს მოუგვაწვდის? კეთილი. საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრი გახლავთ 250-ზე მეტი კერძო სექტორის კომპანია, როგორც ტურისტული, ასევე სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბრენდული სასტუმროები წარმოდგენილი არის მრავლად ჩვენს ტურიზმის ასოციაციაში და იმ კვლევაში, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ დეკემბრის დასაწყისში, ასევე მონაწილეობას იღებდნენ არათუ
მხოლოდ ბრენდული სასტუმროები, არამედ ტურისტული მსხვილი კომპანიები, IATA-ს წარმომადგენელი, საქმიანი ტურიზმის ორგანიზაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები და აბსოლუტურად ყველასთან შედეგი სურათი არის ერთნაირი, რომ პირველი გაუქმდა მიმდინარე ჯავშნების 35-დან 100%-მდე, აი ამ ყველა ორგანიზაციებში, მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით და ასევე სამომავლო ჯავშნები 10%-დან 35%-მდე შემცირდა აბსოლუტურად ყველა ჩვენი ასოციაციის წევრ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც გარკვეულ დოვლატს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით, გახლავთ საქმიანი ტურიზმი, მაის ტურიზმს, რომელსაც ვეძახით და დეკემბერი-ნოემბრის თვეში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით კორპორატიული საქმიანი ტიპის ღონისძიებების გადადება ასევე გაუქმება მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ესეც გარკვეულწილად თავის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს უახლოესი მომდევნო თვეების ჭრილში, რომელიც ეს მიმართულება საქმიანი ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ შემოსავლიან წყაროს ჩვენი ინდუსტრიისთვის. შესაბამისად, ესეც ძალიან ყურადსაღები არის, რომ ღონისძიებების უმრავლესი ნაწილი არის გაუქმებული ან გადავადებული უვადოდ და ამასაც და საერთოდ ჯამში თქვენი მოსაზრებით სადამდე შეიძლება წავიდეს ზიანი, რა მოცულობის შეიძლება იყოს ესე ვთქვათ ზარალი, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს ამ ვითარებამ და მიაყენოს ტურიზმის ინდუსტრიას განსაკუთრებით ზამთრის სეზონის პერიოდში. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ტურიზმის და მასპინძლობის სექტორი და ამიტომ გვტკივა ჩვენ ეს პროცესები ყველაზე მეტად, იმიტომ რომ წლებია ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვმუშაობთ ძალიან ბევრს იმისთვის, რომ საერთაშორისო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი მესიჯი, სწორი წარმოდგენა მივიტანოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომ მოვიზიდოთ როგორც საერთაშორისო ტურისტი, ასევე საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც დააბანდებს საკუთარ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ასახული. ამიტომ გვენანება პირდაპირი გაგებით, პირდაპირი მნიშვნელობით გვენანება ჩვენს მიერ, კერძო სექტორის მიერ გადადგმული აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული ქვეყნების მიმართულებით ნამუშევარი შეხვედრების ჩვენ პირადად მხოლოდ მე Discover Georgia's კომპანიის ჭრილში 2024 წელს 15-ზე მეტ საერთაშორისო სტრატეგიულ ქვეყანაში მქონდა ვიზიტი და შევხვდი 10,000-ზე მეტ სტრატეგიულ პარტნიორს პირისპირ, რათა წარმედგინა ჩვენი ქვეყნის ღირებულებითი ჯაჭვი, ჩვენი ქვეყნის პროევროატლანტიკური მისწრაფება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ხარისხზე ორიენტირებული კულტურა, ტრადიცია, სერვისები და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფერს დღევანდელი ეს რეალობა უკვე უსვავს ხაზს, გვიშლის იმ პერსპექტივას სამომავლოდ, რომ რაზე დავამყაროთ ჩვენი სამომავლო სტრატეგიული ხაზი ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით, რა სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორობაზე ავაშენოთ ჩვენი სამომავლო ხედვა, თუნდაც 2025 წლის მიმართულებით, იმიტომ რომ ტურიზმი ეს არის ძალიან სენსიტიური სფერო, ძალიან მოქმედებს აბსოლუტურად პირდაპირ და ირიბადზე მოქმედებს ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ჩვენი დარგის განვითარებაზე. ამიტომ ის შრომა, რაც უკვე გვაქვს გაწეული განვლილი წლების და თუნდაც მიმდინარე წლის განმავლობაში, არ ვიცით რა შედეგს გამოიღებს აი ეს პაუზა, ეს რყევები, ეს კრიზისული მდგომარეობა. თუმცა აი აქვე ცოტა პოზიტიურ ჭრილში მინდა რომ აღვნიშნო, რომ ყველანაირი კრიზისს აქვს საკუთარი საბაბი და საკუთარი მიზანშედეგობრიობა, ხომ არაფერი არ ხდება ქვეყნად, მით უმეტეს ქვეყნის განვითარების პროცესში უმიზესოდ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ამ სავალალო და ძალიან კრიზისული რთული მდგომარეობის გამოყენება ქვეყანას შეუძლია ძალიან კარგად. თუ მოხდება კერძო და სახელმწიფო სექტორის, ასე ვთქვათ, დიალოგი პირდაპირი გაგებით და რაღაც გარკვეული აი ნინო, ზუსტად ამაზე მინდა კითხოთ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან, რომ მზად არის, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, რომ მზად არის ხელისუფლება აუნაზღაუროს ზიანი, ანუ მხარდაჭერა გამოხატოს
იმ სექტორების მიმართ, ბიზნესის იმ სექტორების, მათ შორის ტურიზმის მიმართაც დიდი ალბათობით, რომელიც დაზარალდება, თუმცა მოვისმინეთ ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებები, რომ მსგავსი დაპირებები გაიცა გაზაფხულზე, მაისის აქციების დროსაც, მაგრამ მაშინ რაიმე ზომები არ გატარებულა ინდუსტრიის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე როგორი მოლოდინები გაქვთ აი ამასთან დაკავშირებით, დიალოგის წარმართვასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით და რას ფიქრობთ, რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს იმ ზიანის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება მიიღოს ინდუსტრიამ, აი ამ ტიპის მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან? კეთილი, პირველი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რომ მოხდეს ძალადობის აღმოფხვრა. ეს არის ნომერ პირველი, მანამ სანამ რაღაც გარკვეულ ჩვენს ზიანზე და ზარალის ანაზღაურებაზე ვისაუბრებთ, რომ მოხდეს ძალადობის აღმოფხვრა და აგრესიის აღმოფხვრა ქვეყანაში. მეორე უკვე მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ ქვეყნის პროევრო-ატლანტიკური გეზი, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ეს იქნება დიალოგის თუ სხვადასხვა თანამშრომლობის ჭრილში, როდესაც დაიგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრები კერძო სექტორთან და ვიცი რომ იგეგმება უკვე ახლო მომავალში. აუცილებლად კერძო სექტორის მხრიდან მოხდება ორი აი ამ მნიშვნელოვანი პუნქტის ხაზგასმა, პირველი ძალადობის და აგრესიის აღმოფხვრა, ხოლო მეორე ქვეყნის პროევრო-ატლანტიკური გეზის დაბრუნება იმ საწყის წერტილზე, სადაც იყო ქვეყანა აი აღნიშნული კრიზისის დაწყებამდე და შემდგომ უკვე აუცილებლად მნიშვნელოვანი არის რომ ვისაუბროთ იმ გარდამავალ გარდამტეხ აი ამ კრიზისიდან. ანუ თქვენი პირობაა რომ ხელისუფლება მოუზრუნველყოს ინდუსტრიის შეუფერხებელი მუშაობა და არა მაინც და მაინც მხარდაჭერა. მე როგორც გავიგე, ალბათ ასეთია თქვენი პოზიცია, ხო? გასაკვირველია ჩვენი სფერო კიდევ ერთხელ როგორც აღვნიშნე არის ძალიან ცნობილი აბსოლუტურად ყველანაირ ფაქტორზე. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩვენ არ ვართ პოლიტიკის განმახორციელებელი, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური სპექტრის განმახორციელებელი მიმართულება, ჩვენ ვართ კერძო სექტორის შესაბამისად. ვითხოვთ რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო, ქვეყანაში იყოს არაძალადობრივი გარემო და ქვეყნის გეზი იყოს პროევრო-ატლანტიკური, სადაც შევცვლებთ ჩვენი პროფილით, ჩვენი მიმართულებით, ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის განხრით, ასე ვთქვათ, წარმატებულ ფუნქციონირებას. და აქვე ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გამოვიყენე ჯონ კენედის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ სიტყვა კრიზისი ჩინურ ენაზე ორი იდეოლოგიით იწერება. ერთი ნიშნავს საფრთხეს, ხოლო მეორე კი შესაძლებლობას. ამიტომ მინდა ყველას გისურვოთ, რომ 2025 წელი იყოს ყველასთვის, მთლიანი საქართველოსთვის, ახალი შესაძლებლობების, გამოღვიძების, განახლების და სიბრძნის წელი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გასაგებია, რამდენად შეიძლება იყოს ეს კრიზისი შესაძლებლობა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი შეიძლება ვინმესთვის იყოს შესაძლებლობა და თუ დროულად არ გადაიჭრა, ალბათ ზიანის მასშტაბები გაიზრდება. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ნინა კეკელიძე გახლდათ, ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს დამფუძნებელი, ვსაუბრობდით არსებული ვითარების ზამთრის ტურისტულ სეზონზე შესაძლო ნეგატიური გავლენის შესახებ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მომდევნო ბლოკში ჩვენ შეკითხვებს ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი ტენდენციებისა და მოლოდინების შესახებ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი უპასუხებს. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარები. დავიწყოთ ისევ რიცხვებით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს მონაცემებს გამყვანი ტურიზმის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების გასვლები შემცირდა 7.4% და შეადგინა 759,000. რაც შეეხება ვიზიტებს, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 6.8% და შეადგინა 603,000. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 32% მოდიოდა მეგობრების ნათესავების მონახულებაზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტების 32%-მდე მოდიოდა საყიდლებზე, 21%-ზე მეტი დასვენება გართობა რეკრეაციაზე, 11%-მდე პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე, 1.5% მკურნალობა გაჯანსაღებაზე, ხოლო 2.5% სხვა მიზნებზე. მონაცემები მონახულებული ქვეყნების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 38%-მდე მოდის თურქეთზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტების 19% მოდის რუსეთზე, 12% სომხეთზე, 1.7% აზერბაიჯანზე, 15.1% ევროკავშირის ქვეყნებზე,
ხოლო 14.6% სხვა ქვეყნებზე. მონაცემები კმაყოფილების დონის მიხედვით, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 45% მოდის შეფასებაზე ძალიან კმაყოფილი, რაც შეეხება სხვა შეფასებებს, 43% იყო კმაყოფილი, 9%-ზე მეტი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, 1.5% უკმაყოფილო, ხოლო 0.19% ძალიან უკმაყოფილო. და ბოლოს მონაცემები ხარჯების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 676 მილიონი ლარი, რაც შეეხება განაწილებას კატეგორიების მიხედვით ხარჯების 34%-მდე მოდის საყიდლებზე, 29%-ზე მეტი საკვებსა და სასმელზე, 20%-მდე განთავსებაზე, 10% ადგილობრივ ტრანსპორტზე, 4% გასართობ გამაჯანსაღებელ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ხოლო 3.3% სხვა ხარჯებზე. ეს რაც შეეხებოდა გამყვან ტურიზმს, ახლა კი კომენტარები კურორტ ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში ვიდეო მასალის დასრულებისთანავე სტუდიის სტუმართან ზვიად ელიზიანთან ერთად დაუბრუნდებით. კარგად დაიწყო, მხურვალედ დაიწყო სეზონი. ჩვენთან არის ძირითადად აპართ-ჰოტელები, არის აქედან გამომდინარე, უფრო მეტად აქტიურად ქართველი დამსვენებლები, სხვადასხვა კუთხიდან ყავს. კარგ სეზონს ველოდებით, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ თითქმის არ გვაქვს უკვე ახალი წლის დღეებისთვის თავისუფალი აპარტამენტები, მოთხოვნაც დროთა განმავლობაშიც უფრო უახლოვდებით უკვე ახალი წლის პერიოდს, მით უფრო იზრდება. გული გწყდება იმაზე, რომ გვიწევს ხოლმე უარის თქმა სხვადასხვა მსურველებისთვის, იმიტომ რომ ფიზიკურად ადგილი აღარ გვაქვს ამ ეტაპისთვის. წელს მე როგორც ვარაუდობ, როგორც ვატყობ, შედარებით ოდნავ უფრო მაღალია. აი წინა წელს შედარებით ცოტა უფრო დაბალი აქტივობა იყო ამ პერიოდისთვის. ინფრასტრუქტურაც ეს გათოვლიანების ინფრასტრუქტურა რაც გაკეთა ბაკურიანში, ან სასრიალოდაც უფრო ბევრი მოდის, იმიტომ რომ ტრასები ბევრად მოწესრიგებული არის რა. აი წინა წელსთან უთოვლობის პერიოდი დაემთხვა რაღაცა პერიოდი და ამათ ძალიან იმოქმედა, ასე ვთქვათ, დამსვენებლების რაოდენობაზეც და ზოგადად მოთხოვნაზეც, რა თქმა უნდა, სასტუმროზე და სხვადასხვა ადგილებზე, აი საბაგიროებზეც და ასე შემდეგაც. წელს კარგად დაიწყო სეზონი, რადგანაც თოვლი გვაქვს, კარგი სიტუაცია ამის მხრივ, სასრიალოები ძალიან ადრე გაიხსნა. ნოემბერში უკვე გახსნილი იყო 25-იანები, ახლა დიდველი კოხტაც დაემატა და ჯავშნები გვაქვს, რა თქმა უნდა, ცოტათი შეგვიშალა ხელი ამ აქციებმა და გამოსვლებმა, მაგრამ გაუქმდა. მაგრამ რა თქმა უნდა, დატვირთულობა არის თითქმის 100% ახალ წლებზე, ახლა 70-60, მაგრამ გვაქვს კარგი მოლოდინები, რომ თოვლი არის, სეზონი კარგი იქნება. სტუმრები უმეტესად უცხოელები არიან არაბეთის ქვეყნებიდან, ევროპიდანაც, რუსებიც უმეტესად ნოემბერში გავიხსენით და ამ დროს საერთოდ არ იყო შარშან საზღვარგარეთის სტუმრები და ეხლა მაღალია რა თქმა უნდა წელს აქტივობა და დაჯავშნა წნობრების. სეზონი დაიწყო ადრე, იმიტომ რომ წელს ძალიან დიდი თოვლიანობა არის. ჯავშნები გვაქვს დაწყებულია, ძირითადად ფესტივალებიდან დაიწყოს, ანუ სტუდენტები ყავდა, კიდე გვაქვს ჯავშნები, საახალწლოდ სამზადისი გვაქვს, ველოდებით ამრავ სტუმარს, ვემზადებით საახალწლოდ. ძირითადად საქართველოს მოსახლეობა არის, სხვადასხვა რეგიონები. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მაღალი აქტივობა ზაფხულთან შედარებით. წელს როგორც ვატყობ და როგორც გრძნობ ჯავშნებიდანაც და საერთო ვითარებიდან გამომდინარე, წელს უფრო მეტი აქტიურობაა და მეტი მოთხოვნა არის ზამთრის კურორტთან დაკავშირებით. და ახლა ჩვენ შეკითხვებს თემაზე საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი უპასუხებს. საღამომშვიდობის ბატონო ზვიად. დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები მიმდინარე საკურორტო სეზონთან დაკავშირებით? აჭარა იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ გვაქვს ზღვის კურორტიც, გვაქვს მთის კურორტიც. მთის კურორტზე, როგორც რესპონდენტები გვეუბნებიან, გარკვეულწილად შეიმჩნევა აქტივობის მატებაც, მაგრამ არის უცხოელი ვიზიტორების დანაკლისი. კი ბატონო.
ეს ბუნებრივი შეიძლება იყოს ივითარების გავთვალისწინებით, რომელიც არის ქვეყანაში. აი ამ ჭრილში როგორ ხედავთ ზამთრის ტურისტული სეზონის პერსპექტივას? დიახ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხომ მოკლედ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა თავის კვლევებზე. ასევე ამ რამდენიმე დღის წინ ვეცნობოდი სასტუმროთა ასოციაციის წარმომადგენლების, ასევე რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლების მოსაზრებებს, ანუ თავიანთი წევრების, ასე ვთქვათ, წევრი კომპანიების, რესტორნების, სასტუმროების ანალიზს ეყრდნობოდა თავისთავად ეს მოსაზრებები. ანუ მათი შეფასებაც არის ის, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და ამ მომდევნო თვეებში ჯავშნებით შემცირებულია და პლუს ამას არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, რაიმე ისეთი სერიოზული პროგნოზის გაკეთება, თქვათ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები, რაც რა თქმა უნდა ზრდის, ასე ვთქვათ, ნეგატიურ მოლოდინებს და მათი მოლოდინიც ერთ-ერთი შეფასებით ის არის, რომ თქვათ თუ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ამ მიმართულებით გაგრძელდა, ვერ მოხერხდა დაუშვათ იმ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დასავლურ, ასე ვთქვათ, ვექტორზე დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ამ კრიზისს. გამომდინარე იქედან, რომ ახლა ტურიზმი ვიცით, რომ ყველაზე უფრო მგზნობიარია მსგავსი პოლიტიკური კრიზისების მიმართ, საქართველოშიც გქონია ჩვენ მსგავსი მაგალითები, თუნდაც წინა წელს. და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, იგივე უცხოელი ტურისტების რაოდენობა, უკვე აღინიშნა, რომ შემცირებულია და პლუს ამას, ახლა უცხოელ ტურისტებზე ეგ განსაკუთრებით მოქმედებს, თუ ვთქვათ, ქვეყანაში არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, არ არის, ვთქვათ, რეალური პროგნოზის გაკეთებაც ვერ ხერხდება და უშუალოდ რა შეიძლება მოხდეს იანვარში, ან თებერვალში, როგორ განვითარდეს მოვლენები, თავისთავად ეს ნეგატიურად აისახება საბოლოო მოთხოვნაზე. იგივე და უშუალოდ თუ კი შევხედავთ შიდა მოთხოვნაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? ვთქვათ, იგივე თუნდაც ზამთრის კურორტებს თუ კი გადავხედავ და ამ კუთხითაც, ვთქვათ, შეიძლება ამ მომენტისათვის, ვთქვათ, საახალწლო პერიოდი, რომელიც პიკური პერიოდია ტურიზმში, ვიცით, შესაძლებელია რომ და კარგია თუ დაბალანსებული იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვთქვათ, ის ფაქტორები არანაკლებ მოქმედებს შიდა ტურიზმზე იმ გაგებით, რომ ვთქვათ, როცა შიდა ტურისტი ხედავს, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ვთქვათ, ეს პირდაპირ კავშირშია თუ ეს ყველაფერი კრიზისი გაგრძელდა და გადაიზარდა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში, ანუ გულისხმობ დასავლეთთან კონფრონტაციას, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე, იგივე ლარის კურსზე, სხვადასხვა ეკონომიკის, სხვადასხვა სექტორებზე, ფასების ზრდაზე, ინფლაციაზე და თავისთავად როცა ესეთი მოლოდინი არსებობს, ვთქვათ, განწყობა, ხო? რომ შენ არ იცი, ვთქვათ, მაგალითად ერთ-ორ თვეში რა სიტუაცია გექნება ქვეყანაში. და სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ისეთი, ვთქვათ, ეკონომიკურად ისეთი ძლიერი, რომ ძალიან დიდი დანაზოგები კონდეს, ხო? ამიტომ, ვთქვათ, შენ ბევრი ფიქრობს იმაზე, რომ აი, ვთქვათ, რახან ესეთი მოლოდინები არსებობს, ის თუნდაც მცირე დანაზოგიან, შეიძლება ზოგს საერთოდ აქვს დანაზოგიან, გეგმავს რაღაც დასვენებაში დაეხარჯა, შეიძლება ბევრი დაფიქრდეს, რომ ღირს თუ არა ამ თანხის ამ მიმართულებით მიმართვა. თქვენი დაკვირვებით, რომელი სექტორი შეიძლება დაზიანდეს ტურიზმის სფეროში უფრო მეტად? ჩვენ ვიცით, რომ აჭარა საკმაოდ მდიდრად არის წარმოადგენელი პატარა მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებით, ბრენდული სასტუმროებიც გვაქვს ბუნებრივია, მაგრამ ზამთრის კურორტებზე ნაკლებად. როგორ ფიქრობთ, აი ვისთვის შეიძლება უფრო მეტად იყოს დამაზიანებელი? ეგ ალბათ ხო, აი მცირე და საშუალო სასტუმროები სავარაუდოდ უფრო მეტად ზიანის მომტანი იქნება, იმიტომ რომ ეს ბრენდული სასტუმროები თუ აჭარის რეგიონის ვისაუბროთ, როგორც აღნიშნეთ, ძირითადად ქალაქშია, ბევრს რა უმეტეს ყველას პრინციპში ამ ბრენდულ სასტუმროს აქვს პარალელურად კაზინოც, ესეც ეხმარება, ასე ვთქვათ, დატვირთვის ბალანსირებაში და რა თქმა უნდა, მათზეც აისახება ცხადია გარკვეულწილად ეს პროცესები, მაგრამ შეიძლება ცოტა უფრო რაღაც ბალანსირება მოხდეს და პატარა და საშუალო სასტუმროებზე მით უმეტეს მთიან რეგიონებში თუ ეს პროცესები გაგრძელდა, ალბათ ყველაზე მეტად ეს სექტორი იგრძნობს სავარაუდოდ ამ ნეგატიურ ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რაიმე მხარდაჭერის მექანიზმი ხელისუფლებამ შეიმუშაოს იმ განცხადებების ფონზე, რასაც ვისმენთ? არა მგონი, ახლა წეღან ახსენები იყო, თქვათ, მთავრობისგან თითქოს დაპირება, რომ რაღაც ანაზღაურება იმ კომპენსაციის ერთი რომ რატომ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტის ხარჯვა რაღაც არაფრისგან შეგმილი პრობლემის კომპენსირებაზე, როცა შეიძლება ეს განვითარებაში მიმართო. მეორე ახსენა ასოციაციის წარმომადგენელმა შაშანაც იყო ეს დაპირებები, მაგრამ ნუ ვერ შესულდა. და მესამეც კიდე მთავარი ეს რაც არ უნდა კომპენსირება გაუკეთო შენ ამ ბიზნესს, ხო? ის გრძელვადიანი ეფექტი, ნეგატიური ეფექტი, რასაც იღებს ამ პროცესებიდან, ვერანაირად ვერ დაბალანსდება. ამიტომ აქ რაიმე მხარდაჭერის მექანიზმებზე საუბარი, მე მგონი, ნუ ზედმეტია იმ გაგებით, რომ რეალურ შედეგს ეს ნაკლებად მოიტანს, შეიძლება რაღაცა მცირე ბალანსირება გააკეთოს. აქ ერთადერთი
რეალური გამოსავალი არის, არა მარტო ხა ტურიზმს ეხება ეს ზოგადად ეკონომიკას და ქვეყანასაც, რომ ის მოთხოვნა რაც არის, თქვა პროტესტი რაც არის ხალხის, ის უნდა დაკმაყოფილდეს და ის რეალური ის ურთიერთობები რაც თქვა სამწუხაროდ დაზიანდა დასავლეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუმცა დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადება და ბატონ კახიკალაძის განცხადება, რომ ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი იქნება ნორმალურად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს კიდევ ერთხელ, რომ მას არ უსაუბრია ევროპული კურსის შეჩერებაზე, ამ კურსს ხელისუფლება აგრძელებს. ასეთი ტიპის განცხადებებს შეუძლიათ რაიმე ტიპის ზეგავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ რომ ახლა გასაგებია, რომ ახლა პრემიერი იქნება თუ მერი თუ ასე შემდეგ სხვას ვერც იტყვის, ხო? ამას ამბობს, მაგრამ ახლა მეორე ის არის მხარე რამდენ პროცენტჯერა ამის მოსახლეობის, ვინც აპროტესტებს და ბიზნესშიც რამდენჯერა იმ ბიზნეს სექტორში ამ სიტყვების, ხო? რეალური ქმედება თუ არ მოყვა ამ ყველაფერს და არანაირი ჰორიზონტზე არ ჩანჯერჯერობით საუბა ამ ქმედების გარეშე, რეალური ნაბიჯების გარეშე, ახლა ეს სიტყვები უბრალოდ სიტყვებად შევა ყველა მიწის ეგ. და გასაგებია და თქვენი მოლოდინი რა არის ამ ყველაფრის გათვალისწინებით? როგორ ფიქრობთ, აი რაში შეიძლება იყოს გამოსავალი და ხომ არ მივდივართ უკვე იმ წერტილამდე, რომლიდანაც ესე ვთქვათ, კარგად შემოbrunება და უკან დაბრუნება წარმატებულად იქნება შესაძლებელი? ანუ რეალურად ქვეყანა არის საკმაოდ პოლარიზირებული, ამაში პირველ რიგში რა თქმა უნდა წვლილი სახელმწიფოს მიუძღვის, ეგ ნებისმიერ ქვეყანაში ესეა. და იმისათვის რომ სიტუაცია განიმუხტოს და რეგულირდეს და პირიქით თუ რაღაც განვითარებისკენ გადაიდგას ნაბიჯები, ნუ ერთადერთი გამოსავალი არის რეალურად ის, რასაც ითხოვს ეს პროტესტი, ხო? ანუ ახალი არჩევნები და დაბრუნება აი ამ ევროინტეგრაციის. თუმცა ალბათ ამ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი თუ თეორიულად დაუშვათ რომ ასეთი შეთანხმება იქნეს მიღწეული, ზიანი მაინც ვერ იქნება თავიდან აცილებული. კი ბატონო, ოღონდ აცილებული იქნება ძალიან გრძელვადიანი ზიანი ამ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ქვეყანა რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდ კრიზისში შევა, რომლის განაც გამოსვლა როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე პოლიტიკური კუთხით, ან თუნდაც სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით ალბათ ძალიან რთული იქნება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. იმედი ვიქონიოთ რომ მოვლენები კი, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ მომავალ წელს რაღაც მივალთ იმ სიტუაციამდე, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდება და ჩვენ შევძლებთ რაღაც განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმას საბოლოოდ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს ზვიად ელიზიანი გახდათ, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. საუბრობდით არსებული კრიზისის ზამთრის ტურისტულ სეზონზე შესაძლო ნეგატიური გავლენის შესახებ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ლარისა პატარაია, საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი. ის იმ კვლევის დეტალებს გაგვაცნობს, რომელიც მისმა ორგანიზაციამ 200-მდე კომპანიაში სწორედ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ნეგატიური გავლენების შესასწავლად ჩაატარა. თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი, დავიწყოთ ისევ რიცხვებით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს ტენდენციებს ადგილობრივ ტურიზმში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.8% და მიაღწია 1.459.000, რაც შეეხება ვიზიტებს. იგივე პერიოდში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.4% და შეადგინა 1.759.000. წარმომავლობის მიხედვით კი ადგილობრივ მოგზაურთა 39%-ზე მეტი იყო თბილისის, 14%-ზე მეტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ხოლო 10% ქვემო ქართლის მკვიდრი. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ადგილობრივ ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 47%-ზე მეტი მოდის მეგობრების ნათესავების მონახულებაზე. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 17% მოდის დასვენება გართობა რეკრეაციაზე, 15.5% საყიდლებზე, 8.5% მეორე სახლის აგარაკის მონახულებაზე, 7% მკურნალობა გაჯანსაღებაზე, 2.3% პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე, ხოლო 2.2% სხვა მიზნებზე. მონაცემები მონახულებული რეგიონების შესახებ
ამ შემთხვევაში ლიდერობს თბილისი, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დედაქალაქზე მოდის ადგილობრივი ვიზიტების 20%-ზე მეტი, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტების 18.5% მოდის იმერეთზე, 14%-მდე აჭარაზე, 8%-მდე კახეთზე, 7.4% ქვემო ქართლზე, 7.3% მცხეთა-მთიანეთზე, 7%-მდე სამეგრელო ზემოსვანეთზე, ხოლო 18%-მდე სხვა რეგიონებზე. მონაცემები კმაყოფილების დონის შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ადგილობრივ ვიზიტორთა ყველაზე დიდი წილი 56%-მდე იყო ვიზიტით კმაყოფილი, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ვიზიტორთა 32% იყო ძალიან კმაყოფილი, 11%-მდე არც უკმაყოფილო და არც კმაყოფილი, 1.3% უკმაყოფილო, ხოლო 0.1% ძალიან უკმაყოფილო. და ბოლოს მონაცემები ხარჯების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ადგილობრივი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 411 მილიონი ლარი, რაც შეეხება განაწილებას კატეგორიების მიხედვით, ხარჯების 32%-მდე მოდის საყიდლებზე, 30%-ზე მეტი საკვებსა და სასმელზე, 19%-ზე მეტი ტრანსპორტზე, 8.5% განთავსებაზე, 1.5% გასართობ გამაჯანსაღებელ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ხოლო 8.7% სხვა ხარჯებზე. ასეთი იყო უახლესი მონაცემები და ტენდენციები საქართველოს ტურიზმის სექტორის შესახებ. ძალიან მალე ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში ლარისა პატარაია უპასუხებს, მანამდე კი კომენტარები. გავიგოთ როგორია ტენდენციები და მოლოდინები ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გუდაურში. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი. უკვე გაიხსნა, შესაბამისად საბაგიროებიც მუშაობს. ჯავშნები განსაკუთრებით ახალ წელსაც ძალიან ბევრ სტუმრებს ველოდებით. სასრიალო ტრასებიც არის უკვე მზადყოფნაში, შესაბამისად მთაშიც ადიან, სრიალებენ. აბსოლუტური მარტო ჩვენ სასტუმროში არა, ზოგადად გუდაურში უკვე გვაქვს მზად სეზონი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა. თუმცა რაღაც პერიოდის მერე ახლიდან ახალი ჯავშნები წამოვიდა და გვაქვს ახლა ჯავშნები. იყო მაგის ასე ვთქვათ, ქონდა შიში, რომ გაუქმდებოდა ტურიზმის ისე პირველ რიგში, აი კოვიდის პერიოდშიც ტურიზმის შემთხვევაში მოხდა, რომ რაღაცნაირად ჩავარდა ასე ვთქვათ სეზონი, თუმცა ეხლა ჯავშნები ისევ განახლდა და წამოვიდა მოთხოვნაც. იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა პირველ რიგში და ძალიან ვისურვებ ამას, რომ დღესდღეობით საქართველოში ძალიან არის ტურიზმი განვითარებული და უფრო იზრდება და ამის ძალიან მომხრე ვარ, არა მარტო მე დარწმუნებული ვარ და რა ვიცი, პირველ რიგში აუცილებლად მშვიდობა უნდა იყოს. არის გაუქმებები, მაგრამ ჯავშნებიც გვაქვს. ყველა დეპარტამენტს ჩვენი რეზერვაციის გაყიდვებს, იგივე რეცეფციის დეპარტამენტს პირადად მე სულ ვარ ხაზზე, სულ გწერენ, სულ მოდიან, ჯავშნებს აკეთებენ, ასევე საახალწლო პროგრამაზეც აქვთ მოთხოვნა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. იყო რაღაცა ჯავშნები მოისრაელთანაც გაგვიუქმდა. თუმცა აი რამდენიმე დღეს გეუბნებით, სულ ახალ ცხელ ამბავს, ისევ განახლდა ჯავშნები, ისევ შემოვიდა და დაიწყეს ისევ ჯავშნების გაკეთება. წლევანდელ სეზონს გუდაური ლოფტი განახლებული ინტერიერით შეხვდება, განახლებული ინტერიერით ავხვდებით სტუმრებს. ჯავშნების მხრივ სავსეა სასტუმრო ფაქტიურად იანვრის ბოლომდე. ველოდებით ბევრ სტუმარს, თოლსაც. სტუმრები ძირითადად ისრაელის მოქალაქეები არიან, გალფის ქვეყნებიდანაც, ასევე ქართველებიც. აქტივობა საკმაოდ ინტენსიურია, უბრალოდ თოლს წელს ცოტა დააგვიანდა. ხელოვნური გათოვლენება მიმდინარეობს, ტრასები გახსნილია. ყველა საბაგირო მუშაობს, ყველა ტრასა დატვირთვითაა ჩართული, მუშაობს ყველაფერი, უბრალოდ თოლს ცოტა შეაგვიანდა წელს შარშანდელ სეზონთან შედარებით. და ახლა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში დაპირებისამებრ საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი უპასუხებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ის გაგვაცნობს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ბიზნესზე ნეგატიური გავლენის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევის დეტალებს. საღამოშვიდობის ლარისა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, როგორია თქვენი კვლევის შედეგები? ჩვენ როგორც მოვისმინეთ, ტურიზმის ასოციაციასაც აქვს ჩატარებული გარკვეულწილად კვლევები ამ ესე ვთქვათ საკითხთან დაკავშირებით. როგორია თქვენი კვლევის შედეგები ტურიზმის მიმართულებით? თუ არის შესაძლებლობა, რომ თქვენი შედეგები უფრო დეტალურად ჩაშალოთ ჩვენი მაყურებლისთვის?
მოგესალმებით ფიროს, ძალიან დიდი მადლობა რომ გვითმობთ დროს და ეთერს. ძალიან მნიშვნელოვანია ის კონკრეტული გამოკითხული 200 კომპანიის შედეგი, რომელიც ჩვენ დეკემბრის თვეში ვიკვლიეთ. რეალურად კვლევა მიმდინარეობდა 16-20 დეკემბრის ფარგლებში და ჩვენ გვაინტერესებდა გვენახა სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, სხვადასხვა სექტორიდან და სხვადასხვა ზომის ბიზნეს, რა უჭირს დღეს, რა მოლოდინები აქვს და როგორ მიდის ბიზნესის საქმე. შესაბამისად, ჩვენ დღეს რა მონაცემებზეც ვისაუბრებთ, ეს არის უახლესი მონაცემები და ეს არის პროგნოზები, რომელსაც თვითონ ბიზნესი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ტურიზმის სექტორზე განცალკევებულად. სამწუხაროდ ის მონაცემები, რომელიც მე მოვისმენთ თქვენს ეთერში, საკმაოდ განსხვავდება იმ შედეგებისგან, რომელსაც ის 200 ბიზნესი ასახელებს, რის საფუძველზეც მე დღეს შემიძლია. ლარისა, მე დავაზუსტებ ამ შემთხვევაში, რომ ეს არის მესამე კვარტლის მონაცემები, რაც ჩვენ სტატისტიკის სახით წარმოვადგინეთ, ეს არის მესამე კვარტლის მონაცემები, ანუ იმ პერიოდის მონაცემები, როდესაც ტურისტული აქტივობა პიკშია ქვეყანაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ამისგან განსხვავებული იქნება ის შედეგები, რაც თქვენ გაქვთ და საინტერესოა თქვენ რა შედეგები გაქვთ ამ კვლევიდან გამომდინარე. დიახ, ჩვენ ფაქტიურად ვისაუბრებთ დეკემბრის თვეზე, დეკემბრის თვეში თუ ჰორეკა სექტორში, რომელიც აერთიანებს სტუმართმასპინძლობას, სასტუმროებს, ტურიზმს და ასე შემდეგ, დაფიქსირდა 61%-ით შემცირებული გაყიდვები და 30% ამბობს, რომ გაყიდვები საერთოდ გაჩერდა. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა. იგივე რაღაცა შეგვიძლია ჩვენ თქვათ მთლიანად გამოკითხული კომპანიების შედეგებზეც. ზოგადად 44% აღნიშნავს, რომ გაყიდვები შემცირდა, 31% გამოკითხული ბიზნესების ამბობს, რომ საერთოდ გაჩერებულია გაყიდვები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყოველი გამოკითხული მეოთხე კომპანია უკვე აღნიშნავს, რომ დეკემბრის ბოლოს მას გაუჭირდება ვალდებულებების გადახდა. ვალდებულებების გადახდის ნაწილში ჩვენ ცალ-ცალკე გვქონდა დათვლილი და კითხვა დასმული სხვადასხვა ტიპის ვალდებულებებზე. ეს იყო საბანკო ვალდებულებები, ეს იყო გადასახადები, რომელიც ბიუჯეტს ავსებს და ეს არის დავალიანებები, მაგალითად სახელფასო დავალიანებები. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ დაახლოებით 70% გამოკითხული ბიზნესების ამბობს, რომ მაქსიმუმ 4-5 თვეში მთლიანად დახურავს ბიზნესს. რადგანაც 17% პირდაპირ აღნიშნავს, რომ მხოლოდ 1 თვე შეძლებს ვალდებულებების გადახდას, 32% აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში შეძლებს იმ სხვადასხვა ტიპის ვალდებულების დაფარვას, რომელიც ბიზნესს გააჩნია და 19% ამბობს, რომ მაქსიმუმ 4-5 თვე გავძლო, რომ ვიარსებო ამ პირობებში, რა პირობებით დღესდღეობით არის საქართველოში მოცემულ პოლიტიკურ ეკონომიკური კრიზისის პირობებში საუბრობთ ამ შემთხვევაში. ლარისა, ალბათ მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ ამ შემთხვევაში თქვენი კვლევა რომელი სექტორიდან წარმოდგენილ კომპანიებს მოიცავდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება მაყურებელს ამ შემთხვევაში, რომ მხოლოდ ტურისტული სექტორის გამოკვლევის შედეგების გაცნობა ხდება. არა, ფიროს, ჩვენ ყველა სექტორი ვიკვლიეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვენახა ყველა სექტორი და გვენახა ყველა ზომის კომპანია. შესაბამისად, მე რაზეც ვსაუბრობ, ეს არ არის მხოლოდ ტურიზმის სექტორის კომპანიების მონაცემები. აქ შედის სოფლის მეურნეობაც, აქ შედის საცალო ვაჭრობაც, აქ შედის ტრანსპორტიც და ყველა სხვა ინდუსტრია, რომელიც არის ზოგადად მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის შენებაში და სადაც იქნება რეალურად დოვლათი და რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ რო ვსაუბრობთ ბიზნესი რა გაჭირვებაშია და რა დღე იქნება ხვალ, რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა ელის ხვალ დასაქმებულ ადამიანებს, ხო? თუ ბიზნესი გაჩერდა, თუ ბიზნესი ვერ განვითარდა და თუ ბიზნესი სერიოზულ კრიზისში შევიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ათასობით, 10.000-ობით და 100.000-ობით ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ რეალურად სამუშაო ადგილებს დღესდღეობით ქმნის კერძო სექტორი.
და დიდი წილი მოდის მოკლედ კერძო სექტორზე. ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც აუცილებლად მინდა ყურადღება გამახვილო, იმიტომ რომ ამ კვლევაში ჩვენ დავყარეთ ეს მიმართულებას, ეს არის კერძო ინვესტირების კომპონენტი. თქვენ იცით, რომ უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება და აგრეთვე საქართველოში არსებული ინვესტორები რამდენად განიხილავენ ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში. აქაც გვაქვს ძალიან სავალალო მდგომარეობა და ეს სავალალო მდგომარეობა პირდაპირ აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე. მაგალითად, ბიზნესი, რომლის შემოსავალიც არის 3-დან 5 მილიონამდე, აღნიშნავს ჩვენი კვლევის შედეგად, რომ საერთოდ გაჩერდა მოლაპარაკებები კერძო ინვესტორებთან. სამშენებლო კომპანიების 80% აღნიშნავს, რომ გაჩერდა მოლაპარაკებები კერძო ინვესტორებთან. მაშინ, როდესაც თქვენ იცით, რომ მშენებლობა და უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე ურისკო და მიმზიდველ ბიზნესად ითვლება საქართველოში, ხო? ანუ მე რა მინდა ვთქვა, ამ კვლევის შედეგებით ჩვენ ვაკეთებთ ასეთ პროგნოზს, რომ თუ ძალიან სწრაფად არ შეიცვალა სიტუაცია, ფაქტიურად ეკონომიკა ჩამოინგრევა საქართველოში და რა თქმა უნდა, ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არსებულ მთავრობას, იმიტომ რომ ამ ჭიხში, ამ პოლიტიკურ კრიზისში ჩვენ შეგვიყვანა დღესდღეობით არსებულმა ხელისუფლებამ. მათი გადაწყვეტილებებით, გაყალბებული არჩევნებით, დაპატიმრებული ადამიანებით, რომლებიც არ იმსახურებენ იმას, რომ ისხდნენ ციხეში. შესაბამისად, ეს განწყობები, რომელიც არსებობს ბიზნესში, არის ძალიან სამართლიანი. დღეს ყველა ითხოვს, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანად ჩატარებული. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ პლურალიზმს პოლიტიკურ სპექტრში და პარლამენტში. მეორე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს არის უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გამოშვება ციხიდან, რომელიც დღესაც ვიცით, რომ 400 ადამიანი არის ციხეში. ეს ორი პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს. გასაგებია ეს პოლიტიკური საკითხებია, ამიტომ მე მინდა დაუბრუნდეთ თქვენს კვლევას ისევ ჩვენ მე ვრჩება მაგალითად შთაბეჭდილება ჩემი დაკვირვებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზეც რომ მოხდეს შეთანხმება და ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები საზოგადოების, ბიზნესის და ასე შემდეგ იმ ადამიანებისა, ვინც დღევანდელ ვითარებას აპროტესტებს, მიუხედავად ამისა, ზიანი მაინც ექნება ეკონომიკას გარკვეულწილად. აი თქვენი დაკვირვებით, როგორი შეიძლება იყოს ეს ზიანი და თუ დროულად იქნება, ესე ვთქვათ, შეთანხმებები მიღწეული, რამდენად ექნება ეკონომიკას პერსპექტივა აღდგენისა, სწრაფად აღდგენისა და აი ამით რომ დავასრულოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ფირუზ, მე ეს მოთხოვნები იმიტომ გავაჟღერე, რომ რეალურად ეს არის ბიზნესის მოთხოვნაც, იმიტომ რომ ყველა ბიზნესის უკან დგას ადამიანები და პოლიტიკური კრიზისი თუ არ გადაიჭრა, ეკონომიკა აბსოლუტურად ჩამოიშლება საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზები არის ესეთი, რომ ძალიან სერიოზული დახმარება დაჭირდება ეკონომიკას და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმედი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, აგრეთვე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ფინანსური სექტორი ძალიან გამოფხიზლდება და ახალ რესტრუქტურიზებულ შეთავაზებებს გაუკეთებს ბიზნესს და განსაკუთრებით საუბარია აქ მცირე და საშუალო ბიზნესზე. განსაკუთრებით საუბარია აქ, რომ ძალიან დაზარალდებიან მეწარმეები და მათ ყველამ ხელი უნდა შეუწყოთ იმაში, რომ სწრაფად მოხდეს აღდგენა მათი საქმიანობის და ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეკონომიკურ კრიზისში ვართ უკვე, ამის შედეგებს თქვენ ნახავთ უკვე კვარტლის ბოლოს, რომ დაიდება სტატისტიკური ინფორმაცია, ახლა საუბარია იმაზე, როგორ გამოვიდეთ ნაკლები დანაკარგით ამ კრიზისიდან. ამ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით რო გამოვიდეთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ერთმანეთში, აუცილებელია, რომ სწრაფად მოხდეს ცვლილებების განხორციელება ქვეყანაში და ამ პრობლემის გადაჭრაში ჩაერთოს ყველა აქტორი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. აქ არის საუბარი ფულად რესურსზე როგორ დაგვეხმარებიან, აქ არის საუბარი იმაზე, როგორ მოხდება რესტრუქტურიზაცია. მე ამ წუთას არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო რამე ქმედით ღონისძიებებს განახორციელებს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაარჩინოს მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ჩვენ ისევ ვრჩებით ერთმანეთის იმედად და ჩვენ ისევ ვრჩებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედად.
გასაგებია, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ტენდენციები გაგვეცანით იმ კრიზისის ფონზე, რომელიც ქვეყანაშია. მოკლედ იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი წელი უკეთესის მომტანი იქნება კრიზისის განმოხტვის და ახალი შესაძლებლობების გამოყენების წელი იქნება. თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი მაინც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. მოკლედ ეს ლარისა პატარაია გახლდათ, Start Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთმანეთს უკვე 2025 წლის სატელევიზიო სეზონზე შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ, ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.